მშვიდობის და მოკლედ დღის იმ მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დაკითხვა პროკურატურაში 9+4 სოდისა და კუდის დაკავებული 9 თანამშრომლის გარდა ამ წუთებში გამოძიების კითხვებს პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კუდის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. პროკურატურაში იმყოფება ეგრეთ წოდებული მოსმენების სამსახურის შეფი ზურაბ კოტარია. 9 საათზე სისხლის სამართლის საქმეები, რომლის გამოც პოლიციის მაღალჩინოსნები იკითხებიან. რა ხდება ქართულ ტელემედიაში? წილებისა და გავლენების გადანაწილების მორიგი რაუნდი. ბოლო თვენახევარში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი-2-ის საკონტროლო პაკეტი მესამედ იცვლის მფლობელს. ტელეკომპანია პიქსკი, რომელიც წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის ლიტველი მრჩეველი, იფორმებს, რომლის კომპანიაც 4 დღის წინაა დაფუძნებული. 9 საათზე ნაციონალური არხი, რომელსაც დირექტორად ყოფილ პროკურორს უნიშნავენ. რა კავშირი აქვს კულტურის ყოფილ მინისტრს თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ აფხაზი ახალგაზრდების დაკავებასთან? 3 აფხაზი ამ დროისთვისაც გლდანის საპატიმროში იმყოფება. დღის მთავარ გამოშვებაში რას მოითხოვდნენ სასჯელ აღსრულების ყოფილი და ამჟამად უკვე დაკავებული მაღალჩინოსნები?